თუ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მუშაობ, ჩათვალე, რომ შენი დღეები დათვლილია. ტექ კომპანიამ, სადაც ცოტა ხნის წინ მუშაობდი, შეკრიბა 200-დან 300-მდე მონაცემთა ანალიტიკოსი და ინჟინერი. მონაცემთა განყოფილების ხელმძღვანელმა რამდენიმე პრეზენტაცია ჩაგვიტარა. პირველი იყო გაფრთხილება, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ჩვენი მთავარი მიზანი მონაცემთა საცავის ისეთ ფორმატში გადაწყობა იყო, რომელიც ოპტიმიზებული იქნებოდა ხელოვნური ინტელექტის მიერ ანალიზისთვის. მეორე განცხადება კი იყო იმ ხელსაწყოს დემონსტრაცია, რომელსაც ქმნიდნენ, ან გეგმავდნენ შექმნას. შიდა ხელსაწყო, რომელიც გააკეთებდა მონაცემთა ანალიზს, არსებითად პროდუქტის ანალიტიკას. ვუყურებდი, როგორ ამაყად გვაჩვენებდნენ იმ ინსტრუმენტს, რომელიც აკეთებდა იმ საქმეს, რაშიც მთელი კარიერა და ხელოვნებას შევალიე. სამუშაოს იმ ნაწილებს, რომლებიც ყველაზე მეტად მსიამონებს, რის გამოც შეუერთდი ამ კომპანიას. და ვხედავდი, როგორ აკეთებდა ამას AI, ან მინიმუმ როგორ გეგმავდნენ, რომ ეს AI-ს გაეკეთებინა. ხელი ავწიე, უბრალოდ ერთი კითხვა. ეს ხელსაწყო, რომელსაც გვიჩვენებთ, როგორც ჩანს აკეთებს პროდუქტის ანალიტიკას. იცით, იმ საქმეს, რისთვისაც ჩვენ აქ ვართ. ეს ჩვენ სათქვტოვებს. მონაცემთა ხელმძღვანელმა თქვა, ნუ ეს დაგიზოგავთ დროს, ასე რომ აღარ მოგიწევთ დროის დახარჯვა პროდუქტის ანალიტიკაზე. ამის ნაცვლად შეგიძლიათ დრო უფრო ტექნიკურ საკითხებს დაუთმოთ. მე ვკითხე, რა ტექნიკურ საკითხებს? და პასუხი არ ყოფილა. ამავდროულად გამოცხადდა კადრების აყვანის შეჩერება. უკვე 1 წელზე მეტია ახალი მონაცემთა ანალიტიკოსი არ აგვიყვანია. დროს დავზოგავთ მონაცემთა ანალიზზე და სანაცვლოდ უფრო ტექნიკურ საქმეს გავაკეთებთ. არა, ისინი ჩვენი სამუშაოებს ავტომატიზაციას ახდენენ. ფაქტიურად ჩვენ თავად ვახდენთ ჩვენი სამუშაოებს ავტომატიზაციას. ჩვენ ვაშენებთ საცავს, რათა AI-მ ჩვენი საქმე ჩვენ ნაცვლად გააკეთებინა. აი რას გულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ეს დამამცირებელია. უყურე კომპანიას, რომელმაც დაგასაქმა და გითხრა, რომ შენ ხარ ის ძალა, რაც კომპანიას დიდებულს ხდის. როგორ ცდილობს მთელი ძალით შეგცვალოს, რაც შეიძლება მალე. იმუშავებს იმ ინსტრუმენტები თუ არა, მხოლოდ დროის საკითხია. განაჩენი გამოტანილია. თუ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მუშაობ, ჩათვალე, რომ შენი დღეები დათვლილია.